მოგესალმებით, თვითფასო ტელემაყურებელო, დღეს ოთხშაბათია და სტარტის მორიგი გადაცემა. დღეს ჩვენ გადაცემას მთლიანად გორის დილას დუბლებს დავუთმობთ. და ჩვენთან სტუმრად მობრძანდნენ გორის დილას დუბლის შემადგენლობის მწვრთნელი და ფეხბურთელები, მაგრამ სანამ უშუალოდ სტუმართან გადავიდოდით სასაუბრად, მე მინდა გაჩვენოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი გორის დილას დუბლების. ზეობით ვემზადებით მორიგი ჩემპიონატის დუბლების ჩემპიონატის მე-10 ტურისთვის, რომელიც 2 ნოემბერს ჩატარდება გორში, ხობულეთის შუქურასთან. და ესე ინტენსიურად ვემზადებით მომავალი თამაშისთვის. რამდენად კარგი ფორმაში არიან ბიჭები და თუ გავიზრდეთ მომავალშიც პირველ ადგილზე? ბიჭები კაი ფორმაში არიან, წაუგებელი სერია გვაქვს. წელს წაგება არა გვაქვს 3 ნიჩია 6 მოგება 21 ქულით პირველ ადგილზე ვართ და ბიჭებიც მომდუმებულები არიან და პირველ ადგილზე მე მგონი პირველ ადგილზე დავამთავრებთ პირველი წლის ჩემპიონატს. პირველი ძალიან კარგია, როგორც ხედავთ, ვარჯიშები ძალიან კარგად მიმდინარეობს და კმაყოფილები ვართ ბიჭები ყველა ამით. პირველზე ვართ დუბლების ჩემპიონატში და ესე ვაპირებთ გაგრძელებას და ვაპირებთ რომ პირველ ადგილზე დავასრულოთ წლის ბოლოს ეს ჩემპიონატი და ჩვენს გაგვიხარდება ხელმძღვანელობასაც და კარგი იქნება ეს ჩვენთვის და მომავლისთვის და განვითარებისთვის ყველაფერი კარგად იქნება პირველზე თუ გავართ ამ ჩემპიონატში. მე მგონი საინტერესო ვიდეო რგოლი გამოვიდა. შეგახსენებთ რომ ჩვენ დღეს გორის დილას დუბლის შემადგენლობაზე ვისაუბრეთ. პირველ ნაწილში ჩვენთან სტუმრად მობრძანდა ბატონი მიხეილ თაყაძე, გორის დილას დუბლის შემადგენლობის მწვრთნელი. დიდი მადლობა მიშა მობრძანებისთვის, რომ გამონახეთ რომ დამობრძანდით ჩვენთვის. ჩვენთან მოდით პირველ რიგში თქვენზე გვესაუბრეთ, თქვენი როგორც ფეხბურთელის და როგორც მწვრთნელის კარიერა გავგვეცანით. დავიწყე ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში თამაში. შემდგომ გადამიყვანეს გორის დილაში. იქაც რამოდენიმე წელი ვითამაშე. შემდგომ მომიწია საზღვარგარეთ თამაში მოლდოვეთში ვიყავი. ფოთის კოლხეთში და ჯორჯიაში ვთამაშობდი. შემდეგ ასევე მესხეთი იყო. მესხეთი კი ბოლო კარიერა მესხეთში დავასრულე, ასე რომ ვთქვა და შემდგომ დავიწყე სამწვრთნელო კარიერა. ავიღე C ლიცენზია და შემდგომ B ლიცენზიის. ასაგები. მომავალში თუ აპირებ სამწვრთნელო კარიერაში შედეგის გაუმჯობესებას და კატეგორიაზე გადასვლას. კი, რა თქმა უნდა. ასაგები. მადლობა თქვენი გაცნობისთვის. ახლა დუბლის შემადგენლობაზე ვისაუბროთ. ზოგადად რა მინდია, რა სიტუაცია დღეს გუნდში? ამინდი კარგი იქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა გუნდი, თვითონ ბიჭების მოტივირებულები არიან. რა ვიცი, ყოველ თამაშისთვის ძალიან კარგად და ძალიან მოტივირებულად ვემზადებით ყოველ თამაშისთვის. მაგრამ ამ სეზონისგან განსხვავებით, მიშა, როგორც მახსოვს, წინა სეზონში არც თუ ისეთი კარგი სტარტი გქონდათ. ხო, პირველ წლიდან გამომდინარე კი ცოტა ვერ დავიწყეთ ისე კალენდარსაც ეტყობოდა, რომ ცხრილი შუა ნაწილში ვიყავი და მეორე წლიდან გავაუმჯობესეთ. ბიჭებმაც მოინდომეს უფრო მეტი კონცენტრაცია იყო თამაშზე. აქედან დამოდოდა შედეგმაც და როგორც ისე მიშა, მე მგონი ახალი ჩამოყალიბებული გუნდი იყო და ახალი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. კი, ახალი ჩამოყალიბებული გუნდი იყო, მაინც ასე ვთქვათ, შეთამაშებულები არ იყვნენ ბიჭები. და როგორც მწვრთნელი, რას ხედავ დღეს შეთამაშდნენ ბიჭები სრულად? კი, რა თქმა უნდა, კი, შეთამაშდნენ. მეტი წელი ახლა უფრო ბავშვობიდან ერთად მოდიან ეს კოლექტივი, რამოდენიმე ფეხბურთელი და აქედან გამომდინარე უფრო დღე რომ ვთქვათ, ვითარდებიან და უმატებენ, კი. კი, ეგ ხაზგასმელია აუცილებლად რომ
ბევრი არიან ისეთები მართლა, რომელიც ასაკობრივი გუნდებიდან ერთად მოდიან და ზუსტად ეგეც მოქმედებს მათ შედეგზე. თქვენი აზრით იმოქმედა თუ არა მთავარი გუნდის დილას წარმატებამ ბიჭების мотиваციაზე? რა თქმა უნდა, როდესაც პირველი გუნდი წარმატებას აღწევს და მით უმეტეს ჩემპიონი ხდება, რა თქმა უნდა გადამდები ეს დუბლ შემადგენლობისთვისაც და ჭაბუკთა ლიგასთვისაც, ყველა ასაკობრივი გუნდის უმეტი სტიმული ეძლევათ. და ზუსტად მაგან განაპირობა ჩემი აზრით, რომ წლევანდელ სეზონში წაუგებლად თამაშობთ. რა თქმა უნდა, კი. ასე რომ თქვა, წვრილმანები არ არსებობს ფეხბურთში და აქედან გამომდინარე კიდევ რომ პირველი გუნდი როდესაც ესეთი წარმატებულია, მოქმედებს დუბლს. რა სიტყვით წლევანდელ სეზონში? რამდენად ასრულებთ პროგრამა მაქსიმუმს დღეს გორის დილას დუბლ შემადგენლობა? კი, მოგეხსენებათ 21 ქულით პირველ ადგილზე ვიმყოფებით და ისევ გამომეორდები რომ ძალიან მოტივირებულები არიან ბიჭები იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა კიდევ იმას რომ სეზონი დავიწყეთ კარგი სტარტით რა 3 ტური ზედიზედ მოვიგეთ ასე რომ ვთქვა და ბიჭებს უფრო მეტი სტიმული მიეცათ მეტი თავდაჯერებულობა მიეცათ და აქედან გამომდინარე რომ მოტივირებულები არიან ყველა თამაშზე ბიჭები მაგრამ მიშა შემდგომ იყო რამდენიმე ფრე 3 ფრე გაქვთ თამაშები რამდენად ავითარებენ ბიჭები თამაშიდან თამაშამდე შედეგს და რამდენად იხვეწებიან იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჯერ ბევრი ტურია დარჩენილი კი რა თქმა უნდა ну რა ვიცი იმ ფრებს დავაბრალდი ნუ ფეხბურთია რა კი ყოველთვის კი არის ეგეთი მომენტები რომ შესაძაც არ გადის გოლი რა გუნდს უპირატესობა და გუნდთან ყველაფერი მაგრამ არის ესეთი მომენტები რომ შესაძაც ვერ გაგაქვს ის გოლი რა ასე დიახ, თუმცა დღეს რომ გადავალო სატურნინო ცხრილის თვალი, ნახავთ რომ თქვენ და ლოკომოტივს ერთნაირი ქულები გაქვთ, ხოლო ბურთების ხოვობით ხართ? კი, ბურთების ხოვობით ვართ. გასაგებია. თვითონ ფეხბურთელებზე რა სიტყვით? რამდენად კარგი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული გორის დილას დუბლ შემადგენლობა? ნამდვილად კარგი კოლექტივია, ისევ გამეორდები რომ ეს ბიჭები მერას ბავშვობიდან უყურებ ამას აკეთებს, ამ და ერთად მოდიან ბავშვობიდან ასე რომ ვთქვა და ნუ ერთმანეთს ესმით რა ასე რომ ვთქვა ყოველთვის და იმ უედანზეც უედნის გარეთაც და ნუ მინდა რომ ვთქვა რომ შეკრული გუნდია რა თავარი ეგ არის თავარი ეს და ერთი ოჯახი ვითავართ რა ვისო ყველანი და ეს ფაქტორი ძალიან მოქმედებს ამ ასევე მიშა როგორც ვიცი შეხება გაქვს და გქონდა შენ ასაკობრივ გუნდებთან მათზე რა სიტყვით რამდენად იმედის მომცემი პერსპექტიული ახალგაზრდების იზრდება კი 2000-იან დუბლებში გადმომეყვანდნენ 2004-იანებში მუშაობდი პატარა ასაკებში და ყველა ასაკში საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის თითოეული ფეხბურთელი ყველა არა მაგრამ ყველა ასაკში 4-5 ფეხბურთელი მაინც მოდის სუსტად ეგაა ყველაზე დიდი იმედი ქალაქისთვის. და როგორც ვიცი, მაგ ასაკობრივ გუნდებში წარმატებებიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გადაცემა მივუძღვენით ასაკობრივ გუნდს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ისინი წაუგებლად თამაშობდნენ. 6-იანები, ჩვენი 2004-იანებიც მე სადაც მუშაობდი, მესამე ადგილზე გავედით ელიტ ლიგაზე და რა ვიცი. წარმატებები აქვს კი. აუცილებლად უნდა გკითხო, მათზე რამდენად ძლიერ ჩემპიონატებში უწევთ თამაში. კი, ელიტ ლიგაზე გამოდიან, რაც ყველაზე შესანიშნავი, იმიტომ რომ კარგ ჩემპიონატში როდესაც იღებ მონაწილეობას, უფრო ვითარდება ის ახალგაზრდა თაობა და ის ფეხბურთელი უფრო ყალიბდება, ანუ რას ვიძახი, რომ უფრო კონკურენტუნდანიარ გუნდს რომ დიახ ეთამაშები უფრო ვითარდება ის. და აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც ადგილობრივების ჩართვა ქვია. სუგორელი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ისევე დუბლები, ასევე ასაკობრივი გუნდები. რამდენად მნიშვნელოვანია შენი სუბიექტური აზრი მაინტერესებს ახალგაზრდებისთვის, ზოგადად გორისთვის, რომ გორელმა ფეხბურთელებმა ითამაშონ ამა თუ იმ ჩემპიონატში. რა თქმა უნდა, სტიმულია და ჩვენს მივესალმები და ეგ გვინდა ჩვენს იმ ხელმძღვანელობასაც, სამწვრთნელო შტაბსაც ყველას რომ რა თქმა უნდა, ბევრმა გორელმა ფეხბურთელმა ითამაშოს და ვიხილოთ მოედანზე უფრო მეტნი რომ ისინი იყვნენ. ნუ ერთი სიტყვით ეს რომ შევაჯამოთ, დღეს გვაქვს გორში იმის იმედი რომ შემდგომში ეს ასაკობრივი გუნდები თუნდაც დუბლები რეალურად შეავსებს გორის დილას. მაგრამ ერთი ცუდი პრობლემა გვაქვს გორის დილას
დღესდღეობით არ მგვერდს ვერაულით, ცუდი ჟამი უდგას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაღაც ფინანსებს ახსრებს გამოძებნის ადგილობრივი ხელისუფლება, კლუბის ხელმძღვანელობა და ამ კარგ გუნდს ერთი სიტყვით არ დაშლის. მეც მაგის იმედი მაქვს. საერთოდ ფეხბურთელის და არა მარტო ყველა სპორტსმენის აღზრდაში ლომის წვლილი მწვრთნელის უკავია. თქვენს სამწვრთნელო კოლექტივზე რა სიტყვით იმიშა, მთავარ მწვრთნელზე გავამახვილოთ ყურადღება. მთავარ მწვრთნელზე რას ვიტყოდი, რომ კვალიფიკაციური მწვრთნელი არის. როგორც მაგ 25 წლის გამოცდილება აქვს უკვე ამ სამწვრთნელო მუშაობისა და ალიცენზირებული მწვრთნელია, რაც მთავარია კიდევ და გამოცდილი მწვრთნელი არის კი. და შედეგიც არ აყოლეს. შედეგიც არ აყოლეს კი. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ყველას ვეკითხებოდი ბატონ უჩასაც შევეკითხე, რომ ისიც კარგია, რომ გორში ის სემინარები იმართება და ის პრაქტიკა, რასაც თეორია ქვია, იღებთ აქვე გორში. კი, რა თქმა უნდა, კარგი არის და დღევანდელ თანამედროვე ფეხბურთში ნოვაციებით არის სავსე ეს ფეხბურთი. ვითარდება და აქედან გამომდინარე კარგია ეს მწვრთნელთა განათლება. ეთანხმებით. ზოგადად გუნდში პირობებზე რას გვეტყოდით? ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ინვენტარის თვალსაზრისით? კი, ინვენტარის თვალსაზრისით ყველა პირობა გვაქვს, რა ვიცი, სავარჯიშო მოედნები, ინვენტარი, ეკიპირება, რა ვიცი. ისევე როგორც გორის დილა, დუბლ შემადგენლობაც მერის ბალანსია, რამდენად გრძნობთ მათგან მხარდაჭერას, ან თუ გჭირდებათ რამე რომ ჩვენი ეთერის საშუალებით თქვათ და ყველანაირად გვერდში გვიდგანა კი. და დიდი მადლობლები ვართ ყველანაირად. დიახ. მიშა, ამაზეც გამომახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ მოზარდები არიან მართალია, მაგრამ თუ აქვთ მათ ან ხელფასი, ან პრემიები, თუ აქვთ ბიჭებს? ნუ ხელფასებზე რა გითხრათ, ახლა რამოდენიმე ფეხბურთელი პირველ გუნდში არიან. იღებენ ხელფასი იქითკენ და мотивация აქვთ ბიჭებსაც რომ მოუმატებენ და მაგალითი აქვთ. წინ ამ ბიჭების რომ მოუმატებენ და ჩვენი ხელმძღვანელობა ისე არ დატოვებთ მათ და გავუფორმებთ კონტრაქტებს. ზუსტად მაგაზე მინდა გკითხო, რომ მთავარი გუნდიდან რამდენად გრძნობთ მხარდაჭერას, ყურადღებას, თუ ესწრება მთავარი მწვრთნელი უჩასოსიაშვილი თქვენს თამაშებს, ვარჯიშებს? კი, ესწრება თამაშებს, რა თქმა უნდა. ის უფრო მწვრთნელთანაც კონსულტაციები აქვს და ყველანაირად გვერდში გვიდგანან კი. რამოდენიმე ფეხბურთელი ხა იქიდან გამოდიან რომ პირველ ადგილზე ვართ, უკვე 2-3 ფეხბურთელი კიდე აწიეს ვარჯიშის საშუალებას აძლევენ რომ პირველ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიში უნდა. მეტი სტიმული მიეცემათ. გასაგები. ისიც ვთქვათ რომ უკვე აღარ არიან დუბლ შემადგენლობაში 15-იანი, 16-იანი თამაშობენ, 18-17 წლის ბიჭები არიან. რამდენად ეძლევათ მათ სათამაშო დრო? პირველ გუნდში კი. კი ეძლევათ ახლა მოგეხსენებათ ნონიკაშვილი. დიახ. ეძლევათ თამაშები, ყურმაშვილს. აქედან გამომდინარე არის იმედები კიდე რომ ნელა ეს სხვებსაც მისცემენ თამაშის უფლებას. დიახ, ჩვენ როდესაც გვქონდა ბატონ უჩასოსიაშვილთან გადაცემა, ზუსტად მაგაზე გავუსვი ხაზი და მან აღნიშნა რომ ყველა შეძლებს დაგვარად ყველა თამაშს უყურებს, ყველა ვარჯიშს აკვირდება და იმასაც იმედი აქვს, რომ დიდი სურვილი აქვს გორელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. და როგორც ყოფილი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ყოფილი მოქმედი ფეხბურთელი, რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით ამ ახალგაზრდებს მიცეს მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო დრო უმაღლეს ლიგაში? კი, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით და თვითონ ბატონი უჩაც საშუალებას როცა ნახავს უცლებრად აძლევს და მისცემს კიდევაც არის იქ სათასო თამაშები. დიახ. არის ესეთი ამხანაგური თამაშები, რომლებიც რო გამოიყენებს ამ ბიჭების შესამოწმებლად. აგრეთვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ როგორც მთავარ გუნდს სჭირდება შევსება, თქვენც გჭირდებათ და ჭაბუკებზე რა სიტყოდით და მათგან თუ იმატებთ ფეხბურთელებს? კი, რამოდენიმე ფეხბურთელს ვიმატებთ, კიო. 3-4 ფეხბურთელს ვიმატებთ ხოლმე. ჭაბუკთა ლიგიდან. ნუ ერთი სიტყვით იმედის მომცემი ახალგაზრდები? კი. ნამდვილად იმედის მომცემები არიან. ეტყობათ რომ ჩემი შეხედულებით, ჩვენი სამწუხარო სტაფის შეხედულებით უყურებ ჩვენ ყოველთვის პატარა დავალასაკის ჭაბუკთა ლიგებს და ეტყობათ რომ мотивация აქვთ იმ ბიჭებს რომ დუბლებში გადმოინაცვლონ და გადმოვიდნენ. კი.
მე მგონი ცოტა ზოგადად ჩვენ შემოვიფარგლეთ და მეტნაკლებად ყველაფერზე ვისაუბრეთ. ახლა უშუალოდ თქვენს ტურნირზე გადმოვიდეთ თუp შემადგენლობის ტურნირზე. თქვენს თამაშებზე გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად ძლიერ ჩემპიონატში გიწევთ ასპარეზობა და რამდენად კარგი პრაქტიკაა ეს ბიჭებისთვის მომავალში რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშონ. კი, მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ჩემპიონატია, კარგი გუნდებიც ყავს, კარგი კონკურენტები არიან. ავიღოთ თბილისის ლოკომოტივი, ზუგდიდი, დინამო თბილისი. ეს 4 გუნდი, 4 გუნდს გამოვარჩევდი რა. ანუ მარტვილის, მერანის მე-4, მე-5 ადგილზე არის და ასე რომ თქვა საბურთალო მოდის. კი, არიან ისეთი გუნდები, რომ კარგი პაექრობები გველოდება. განვლილი თამაშებიდან თუ გავიხსენებთ, აი ისე ფრეებზე უნდა ვთქვათ, რომ რომელიმე იყო მოსაგები თამაში და დასანანად დავკარგეთ ქულები. ნუ იყო კონკრეტულად ხა ყველა თამაში ისე მოსაგები იყო რა, მოსაგები იყო, მე ესე ვთვლი, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ ქულების გატანის რეალიზება უნდა კიდე უფრო გავამჯობო. კარგად მივდივართ, მაგრამ უფრო უკეთესი გვინდა რომ გქონდეს. ეს ბურთების შეფარდებაზეც არის. ასახული რომ გადახედოს ნეიტრალური თვალით მაყურებელმა მიხვდება რომ უკეთესად დაცვაში ვთამაშობ დღეს. დაცვაშიც და ჩვენი მეკარე, ჩვენი გოლკიპერიც. იაქვე უნდა იყოს დღეს ჩვენ ეს კარგად გამოიყურება. მეორე ნაწილში მასთან თავდაჯერებულობა რაც ვთავარი, თავდაჯერებულობა, როდესაც გაქვს ფეხბურთელს ყველაფერი გამოგვდის მე მოედანზე. თან უმაღლეს ლიგაში ვარჯიშის პრაქტიკაც აქვს, ხო? კი. კი. ჩვენთან მხოლოდ თამაში წინა დღეს მოდის ვარჯიშობს და შემდეგ ისე დიდ გუნდთან დავიმედოვნებ დაიხვეწება, გაიზრდება და მომავალში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. და მეც მაგის იმედი მაქვს რომ გორელებს კარგი კარის დარაჯი ეყოლებათ მომავალში. მიშა, როგორც ფეხბურთელი მე მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან, თუნდაც დუბლ შემადგენლობისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია მაყურებლის ფაქტორი და თუ ესწრება დუბლ შემადგენლობებს თამაშს მაყურებელი? კი, ესწრება. რა თქმა უნდა, ესწრება მაყურებლები და უშუალოდ ძალიან დიდ მხარდაჭერასთან ახლა მით უმეტეს ეს წაუგებელი სერიები რომ არის უკვე იზიდავს ხალხს და ემატება მაყურებელი. ასაგებია. აი ეს ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები თუ ესწრებიან ხოლმე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მათი დასწრება, კი. მართალი ამ დროისთვის სატურნირო წრელის ზემოდან დავსკერით, მაგრამ ჯერ ბევრი ტურია წინ და მაინტერესებს უშუალოდ რომელ გუნდებს გამოყოფდით, რომელიც რეალურად თქვენ კონკურენციას გაგიწევთ. გამოყოფდი ლოკომოტივს, თქმა უნდა, დინამო თბილის, საბურთალოს. გასაგებია. პერსპექტიული გუნდებია, ყველა არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ თან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამივე გუნდში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან დაკომპლექტებული და მომავლის პერსპექტივით თამაშობენ ისინიც. მე მაინტერესებს თვითონ დონე მაინტერესებს ამ ჩემპიონატის, როგორც გამოცდილი ფეხბურთელი მწვრთნელი, რამდენად აკმაყოფილებს იმ დონეს, ანუ რამდენად კარგი გუნდები არის დაკომპლექტებული. სამი გუნდი კი გამოყავით, მაგრამ დანარჩენ გუნდებზე რა სიტყვოდი? ახლა ვერ იტყვი იმას, რომ ახლა ჩავედით იმას ბოლნისთან ქონდა თამაში და 5 ქულა ქონდა გუნდს. და რა ვიცი, ძალიან ნორმალური შტაბეჭდილება დატოვა გუნდმა რა. გამოყოდეთ 3-4 ფეხბურთელი ისეთი ყავდათ, რომ უმაღლეს ლიგაში დაამშვენებდა ის ფეხბურთელები. ასაგები. ახლა მომავალ ტურებზე ვისაუბროთ, როგორც ვიცი, არც თუ ისე მარტივი ტურები გელით წინ. კი. ახლა შუქურას ვიღებთ, ხსენებად გავდივართ თერჯოლის საპონელაში. ეს ორი თამაში და ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მაყურებლის თვალსაზრისით გეუბნებით ამას, ლოკომოტივს ვიღებთ აქ ლოკომოტივს. საერთოდ მე იმის მოხრევ, რომ ჯერ წინა რომ უნდა გავიხილო, ჯერ კონკრეტული თამაშზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ლოკომოტივს გვაქვს ჯერ თამაში. კონკრეტულად ახლა ვემზადებით შუქურასთან მოსაგებად. კი ბატონო. და მაგ მოგებების შემდეგ იმედი მაქვს მე რომ ლოკომოტივთან ეს ბიჭები კარგად იასპარეზებენ და უშუალო კონკურენცს ცოტათი მას ჩამოიშორებენ. ზოგადად თქვენს მომავალ გეგმებზე გითხარით, მიშა გუნდი რას აპირებს, რისთვის ემზადება, რა პერსპექტივებით არის გუნდი? გუნდში
პერსპექტივები ის არის, რომ ბიჭები იმდენად მონდომებულიები არიან, რომ გადავიდნენ უმაღლეს ლიგის გუნდში მოხვდნენ, რა თქმა უნდა და მაგისთვის თავს არ ზოგავენ კი რომ ვაწონონ უბრალოდ წვნელს, რა თქმა უნდა, დიდი გუნდის ხელმძღვანელობას და ეს ყველაფერი იქნა გამომდინარე, მე სულ მაგას ვეუბნები ამ ბიჭებს, რომ შედეგი რო გვექნება, უკვე დიდი გუნდის სერიოზულად დაინტერესდება თქვენით და იფიქრებენ ანუ თქვენს უკვე პერსპექტივაზე და იმ პირველ გუნდში თამაშს. ჯერ მართალია ადრე ამას საუბარი, მაგრამ უშუალოდ თითქმის ყველა გუნდის დონე ვიცით. შევწევს დღეს გორის დილას დუბ შემადგენლობას იმის ძალა, იმის უნარი, რომ ჩემპიონები გავხდეთ? კი, შევწევს. მე დარწმუნებული ვარ ამ ბიჭებისაც, რა თქმა უნდა და რა ვიცი, თავს არ დაზოგავენ. თვითონაც გუნდში ისეთი ატმოსფეროა, რომ თვითონაც ძალიან მოწადინებულები არის, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ნუ ერთი სიტყვით მეტი არაფერი დაუჩენია, წარმატებები უსურვოთ გარჯამათ, არაკლია შრომა, პირობებიც ასე თუ ისე ყველანაირი აქვთ და ვფიქრობ, რომ არანაკლები ზარზე იმით შეხვდება გორელი გულშემატკივარი, მით უმეტეს რომ გორელი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული დღეს ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონობას. წარმატებები გინდა გისურვოთ მიშა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მობრძანდი ჩვენთან და გვითმენთ რომ ასევე სამწვრთნელო კარიერაში თქვენს გუნდს დიდი წარმატებები და ძვირფასო ტელემაყურებელი ჩვენ სულ ცოტა ხანში გორელ დუბ შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად დაგიბრუნდებით, არ გადართოთ. დავუბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებელო პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ რომ დღეს გორის დილას დუბ შემადგენლობის ბაზე ვსაუბრობთ. მეორე ნაწილში ჩვენ გორის დილას დუბ შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად ვისაუბრებთ, ვფიქრობთ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა, უბრალოდ მინდა ღიად ვისაუბროთ და ყველა იმ პრობლემაზე და წარმატებაზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში მადლობა ბიჭებო თქვენც რომ მობრძანდით და მაყურებელს საინტერესო საუბარს წარმოვუდგეთ. პირველ რიგში გაგვეცანით რატო დავიწყოთ? პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მე ვარ დავით მარიამიძე, დუბ შემადგენლობის მეკარე და თამაშობ უკვე წელიწადი რა ამ გუნდში. შესაბამისად ძალიან დიდი мотиваცია მაქვს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ წარმატებას მივახცევ როგორც ამ გუნდში, ისე მომავალში. და ამისთვის მე თავ დაუზოგავად ვარჯიშობ და ვფიქრობ ამ საქმეზე რაც ვთავარია. ასევე მეც მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და მეც რავი დიდი ხანია ვარჯიშობ აქ გორის დილაში, თავი მახსოვს გორის დილაში ვარჯიშობ და რავი 14 წელია რაც ვარჯიშობ, 5 წლიდან დავიწყე ვარჯიში და აქამდე მოვედი. ერთი სიტყვით დიდი გამოცდილება გაქვთ თქვენს ასაკთან შედარებით, მაგრამ დავეთანხმებით დათო რომ ასე ეს წარმატება ასე მარტივად მოსასვლელი არ არის და დიდი გზის გავლა გიწევთ. მაინტერესებს ასაკობრივ გუნდებში თუ გიწევდა თამაში რაიმე გამარჯვებები თუ გაქვთ და თუ გაიხსენებდით ზოგადად რა პერიოდს, იმიტომ რომ ასე ადვილად ნამდვილად არ მოდის. მოგეხსენებათ უმეტესობა დუბ შემადგენლობიდან ბავშვობიდან ერთად ვიზდებით 10 ერთმანეთს ფეხბურთელი ბავშვობიდან ერთად მოდივართ და ბავშვობაში იყო რაღაც წარმატება, ელიტ ლიგა ქონდა მოგებული, საქართველოს ჩემპიონატი იყო პატარებში, პატარა ასაკებში და ჩვენ მოვიგეთ ეს პირველები ვიყავით, ვინც ეს მოვიგეთ. შემდგომში უკვე წარმატება აღარ ქონია ესეთი რომ ჩემპიონები გამختارიყავთ, მაგრამ შეიძლება ინდივიდუალური წარმატება ქონოდა რომელიმეს ან რამის გავსია. ცოტნე შენს ანალოგიურად დავითის გუნდელი ხარ და მან ერთად მოდიხარ. რამდენად მნიშვნელოვანია დღესდღეობით აი ეგ ფაქტორი რომ ერთად აღზრდილები ხარ და ერთმანეთის სუნთქვა გესურვით. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს რომ თავიდანვე ერთად მოდიხარ, როგორც ჩვენმა ტრენერმა აღნიშნა რომ ერთმანეთს უკვე გვესმის და ულაპარაკებლადაც გვესმის. და რავი პატარაობიდან ერთად რომ მოვდივართ, უფრო რომ ვითარდებით ერთმან რომ კარგი გააკეთა, მე ჩვენ ვცდილობთ რომ იმის გავაკეთოთ და ერთმანეთს მაგაცურად მოვდივართ ესე და ერთმანეთს ვასწავლით.
ახალი რაღაცები. ახლა ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდში ერთად დგომა და მოედანზე აისახება ეს ყველაფერი. ახლა მაინტერესებს გადმოვიდეთ დღესდღეობით აწმოზე გადმოვიდეთ და მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად პრინციპულია თქვენთვის იყოთ დღესდღეობით მოქმედი საქართველოს ჩემპიონის გორის დილას დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები. დუბლშემადგენლობის არა, პრინციპში და შენ გორის დილას ფეხბურთელი ხარ. კი, მაგრამ იქ ხშირად მიწევს ვარჯიში, მაგრამ აქ თამაში მიწევს და უფრო მიმაჩნია, რომ ამ გუნდთან ასოცირდება ჩემი სახელი და გვარი და შესაბამისად სადაც თამაში მიწევს მე იქ ჩემ 100%-ს ჩემ ყველანაირ შესაძლებლობას ვცდილობ, რომ გამოვავლინო და ანუ ესე ვთქვათ გუნდისთვის ძალისხმევა არ დაეშვი. კი. ესე ვთქვათ სტიმულიც არის, რომ უკვე თამაშობ შენ საქართველოს ჩემპიონის გუნდის დუბლებში, ასე დუბლებში ხარ, ესე იგი ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯი გაგინდა რომ გადახვიდე. მეტად მონდომებული ხარ, რომ არ ასე ვთქვათ, არ გააწმილო ის იმედები, რაც აი ვთქვათ, ჩემპიონები გახდა და ჩვენ დაბლა ვიყოთ დუბლებში. ნამდვილად მასი. მოდით წინა სეზონზე ვთქვათ ორიოდე სიტყვით, ну ცოტა პრობლემურად დაიწყო გუნდმა თამაში, მაგრამ მეორე წრეში გამოასურეთ ეს ყველაფერი. რამ განაპირობა ის წარუმატებლობა და რამ განაპირობა წლის წარმატება? ან მოდი ის უნდა ითქვას ჯერ რომ პირველ წრეში წინა სეზონში ცუდად დავიწყეთ თამაში, იქ იყო ზედიზედ 3 მოგება იყო, მაგრამ შემდეგ აგვერია სიტუაცია, გუნდშიც აგვერია სიტუაცია, თამაშიც ვაგებდი და თავდაჯერებულობა წავიდა, რაც თავარია და იმის აღარ ვჯეროდა რომ ჩვენ შეგვეძლო მოგება, მაგრამ მეორე წრეში უკვე გამოვასწორეთ თამაში, აქედან გამომდინარე შედეგიც აისახა და მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა გასვლაზე ეგეც და მარტო კი, ანუ შესაბამისად მოვიდა თავდაჯერებულობაც, მოვიდა იმის რომ მოგვეგო ყველა თამაში და ბიჭები მაქსიმუმს აკეთებდნენ და აკეთებენ შედეგის მისაღწევ. ცოტნე ეგ მინდა გკითხო, რამდენად წინა სეზონთან შედარებით, რამდენად ოპტიმიზმის უფლება გვაქვს მაყურებელს, რამდენად დადებითად მიდის თქვენი გარჯა, რამდენად პერსპექტიულად მიდის. ესე რომ ვთქვა, თავიდან წინა წელს გავამახვილებ ყურადღებას, რომ თავიდან მართლა ცუდად დავიწყეთ ჩვენ პირველი სეზონი, მაგრამ მეორე სეზონში არ ერთი წაგება მქონდა მხოლოდ ახლა მეორე წრეში კი ახლა ფეხბურთი ისეა რომ წაგების გარეშე არ გამოდის. ერთი წაგების შემდეგ ის ანუ მეორე წრე კარგად რო ჩავატარებ, ჩვენ უკვე სტიმული მოგვეცა იმისა, რომ შეგვიძლია თამაში და ის პირველი წრეც კარგად უნდა გვეთამაშა და მეორე წრეც კარგად. თან დავეთანხმებით, მეორე წრე განაპირობდა ჩემი აზრით ფეხბურთელისთვის თავდაჯერებულობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ მოგებით მონდის ზუსტად ის თავდაჯერებულობა. ახლა რა მაინტერესებს ამ სეზონში თქვენ ამ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით ამან განაპირობა, რამდენად მასტიმულირებელი იყო თქვენთვის გორის დილას ჩემპიონობა ამ 2015-16 წლების სეზონში. რა თქმა უნდა, ეს დიდი სტიმული იყო ბიჭებისთვის, იმიტომ რომ პირველი გუნდი გახდა ჩემპიონი, შესაბამისად ჩვენ ახალგაზრდები ვართ და გაგვიჩნდა იმის სურვილი, რომ ჩვენც რაღაცა გაგვეკეთებინა, რაღაცა შეგვექმნა ცხოვრებაში და რაღაცისთვის მიგვეღწია აქედან გამომდინარე ბიჭებს мотивация, სურვილი ჰქონდათ პირველ რიგში, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოედგინათ საკუთარი თავი, რომ დაენახებინათ თავისი მაქსიმუმი და ეს მგონი დღესდღეობით შედეგზეც არის ასახული. ანუ მათ თუ შეძლეს რომ პირველ ადგილზე გასულიყო, ჩვენც ხო შეგვიძლია რომ გავიდეთ პირველ ადგილზე დუბლებში და ამ სეზონს რომ გადავხედოთ, წაუგებლად თამაშობთ და ჩემი აზრით თქვენ სპორტულ ფორმას არ უნდა უჩივოდეთ. რა ხდება გუნდში, როგორი ატმოსფეროს უფევს და რამდენად იმედის მომცემია მაყურებელისთვის თქვენი ასეთი კარგი თამაში. ატმოსფერო გუნდში ძალიან კარგი არის, მეგობრული, ძმაკაცური. ვცდილობთ ვარჯიშებზე რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, თამაშებზე გამოდივართ და ვცდილობთ რომ ყველა თამაში მოვიგოთ. შეცდომები ფეხბურთში შეცდომა ხა ყველას მოდის, მაგრამ ვცდილობთ რომ ერთმანეთს გამოუსწოროთ შეცდომები და ესე მოვდივართ რა მოგებები. ერთის უთქვით ერთსულოვნება ჩანს გუნდში და შედეგს არ აყენებს. ასევე უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც წამახალისებელი, რაღაც პერსპექტიული ნაბიჯებია მის კარიერაში. ამას გულისხმობ გორის დილას პირველ გუნდში ვარჯიშს, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრებში თამაშს. რამდენად მნიშვნელოვანია და პირველ რიგში შენგან მაინტერესებს, როგორც მეკარისთვის, შენ პოზიციიდან გამომდინარე ვთქვათ, ის სათამაშო პრაქტიკა, რაც დილაში უნდა გქონდეს და გაქვს. ნუ ვარჯიშზე ვთქვათ, ანუ გასაგებია ხა ისეა რომ თავიდან მეც დუბლებში
მიწევდა ვარჯიში, არ ვარჯიშობდი გორის დილას პირველ გუნდში, მაგრამ შემდეგ პონდომების ვარჯიშის ხარჯზე მივაღწიე დასახულ მიზანს და შესაბამისად იქ ვარჯიშობდა. ჩემი აზრით ამ ბიჭებსაც, ჩემ გუნდელებსაც და ჩემ ძმაკაცებს შეუძლიათ, რომ ბევრი ვარჯიშის, ბევრი შრომის ხარჯზე ეს პირველ გუნდში გადმოვიდნენ და ივარჯიშონ. და არა მარტო ივარჯიშონ, ითამაშოს კიდე. ცოტნე შენგან მაინტერესებს. ჩვენს რომ უყურებთ, რომ ეს ჩვენი ძმაკაცები, ჩვენი დოლები რო ვარჯიშობენ შილიგაში, ჩვენს ესე ვთქვათ სტიმულის გვეძლება, რომ ისინი თუ თამაშობენ, ჩვენ შეგვიძლია და ჩვენს მონდომებით ვარჯიშობთ, ვინცაც არ უწევს იქ თამაში ვარჯიში, ესე ვთქვათ, რომ მონდომებულები ვართ, რომ ვითამაშოთ იქ ვარჯიში. და თუ არც თუ ისე დიდი ასაკი გაქვთ, არც შენ ცოტნე 19-20 წლისები ხართ, მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად იმედის მომცემია იყოს საქართველოს ჩემპიონის გუნდში ვარჯიშობდე თუნდაც. რამდენად საპასუხისმგებლოა ეს თქვენთვის და დამიჯერეთ ბევრი ოცნებოს ამაზე და რას გრძნობთ თქვენ როგორც ფეხბურთელები? ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა იქით გამომდინარე, რომ ჩამოთვალოთ ახლა გორის დილას ფეხბურთელების სახელებით სადუ თამაშიათ, სათამაშობენ დაკრების დონეზე თუნდაც დაკრების დონეზე საზღვარგარეთაც და ცნობილ კლუბებში აქვს თამაშები და ჩემი აზრით ეს ჩემთვის პირადად ძალიან დიდი გამოცდილებაა, ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობ მიუხედავად იმისა, რომ მე კარი ვარ ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობ და ვცდილობ ყოველდღე რომ რაღაც ჩემს საქმეში ახალი და კარგი შევიტანო. გასაგებია. ცოტნე შენთვის რას ნიშნავს ივარჯიშო და თუნდაც ამხანაგური თამაში ითამაშო გორის დილას თავარი მაისურით? რავი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩემთვის რავი, სტიმული პირველ რიგში ფეხბურთელის აუცილებელია. თუ სტიმული არ აქვს და თუ რაღაც მიზანი არ აქვს, ისე ვერაფერს ვერ მიაღწევ და როცა შენ ვარჯიშობ საქართველოს ჩემპიონის გუნდში, ეს უკვე დიდი სტიმულია და როცა უყურებ ისეთ ფეხბურთელებს, როგორც ეხლა გორის დილაში არიან, უკვე უფრო სხვანაირად ვარჯიშობ. ისე ვერ ვარჯიშობ, შეიძლება არ გამოდის ისე, მაგრამ ძმაკაცებთან და შენ მეგობრებთან ისე არ ეხარჯები, როგორც იქ უფრო ორმაგი და სამმაგი გჭირდება, რომ მოტივაცია პიკანტია მაინც და კივერ იმასიო, მაგრამ მაინც შენ უნდა შეეცადო. შრომის მოყარეობა აქ ყველაფერი სხვა არაფერი. ამ სეზონს შევეხოთ, ეხლა როგორც ვიცით, წაუგებლად თამაშობთ. სამი ფრე გაქვთ და როგორ შეაფასებთ თქვენს განვლილ თამაშებს და ასევე თქვენ მინდა გკითხოთ თუ გქონდათ იმის მოტივაცია, იმის სრული რომელიმე თამაში რა თქმა უნდა მოსაგები იყო და რაღაც მიზეზების დაგამო ვერ მოიგეთ, ვერ შეძლეთ მაგ თამაშის მოგება. ახლა ეს ბოლო თამაში იყოს სიუნთ. რომ აწინო ერთი თნორს ვაგებდით ჩვენ. შემდეგ გაუთანაბრეთ, მაგრამ მქონდა ის ანუ ჩვენი პენალი დაგვიდეს. პენალი არ იყო ასე ვთქვათ, პენალი, მაგრამ მაინც დაგვიდეს, მაგრამ შემდეგ გოლი რო გაუტანეთ, რომ უკვე მივაწექით, უკვე საჯის იმათ მიემხრო, ახლა სუნთლად ისეც არ იყო და ამის დაგამო ჩვენ ვერ მოვიგეთ ეს თამაში და დავამთავრეთ ფრენ. გასაგებია. და თუ ჯერ სეზონის რამდენიმე ტურია ჩატარებული, სეზონი წინ არის, მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან ამ შედეგებიდან გამომდინარე, ვის აღიქონთ რეალურ კონკურენტად? რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ყველა მოწინააღმდეგე უნდა დავაფასოთ, მაგრამ აქედან 15 გუნდიდან უნდა გამოვყოთ. ეს 4 ან 3 გუნდი, რომელიც ნამდვილად რეალურად იბრძვის ჩემპიონობის და რეალურად ჩვენი კონკურენტია და ესენი არიან დინამო თბილისი, რომელიც ყოველთვის ფავორიტია ტურნირის, რაც საქართველოს ყოველ შემთხვევაში, დინამო თბილისი, ლოკომოტივი, საბურთალო და ჩემი აზრით ზუგდიდი ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა, ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენ საქმეზე. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ყველა თამაშზე და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ არ დავკარგოთ ქულები ისეთ შეხვედრაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ 3 ქულა ავიღოთ და ყველა თამაში ერთი სიტყვით მოგებით შეხედოთ. აი აგერ შენ 5 გუნდი ჩამოთვალე, მე 6 თქვენ ხართ, ერთი სიტყვით ისეთი შტაბეჭდილება მექნება და თამაშებსაც რომ უყურებთ, ძლიერი ჩემპიონატია, ხო? ძლიერი ჩემპიონატია კი, ახლა ჩვენ ეს 4-5 გუნდი გამოვყავით, მაგრამ დანარჩენებიც არა, ახლა სიონში რო ვიყავით გასვლაზე, მაგალითად გუნდი არის მე-9 ადგილზე, მაგრამ ხედავთ რომ ჩვენ ერთ-ერთი ფრე წამოვიღეთ, ქულას მეტი ვერ წამოვიღეთ, ასე ვთქვათ, რომ დანარჩენი გუნდებიც ანგარის, ანუ თუ არ გახვალთ ისეთი გუნდებია, კი. აი ზოგადად საქართველოს ეგ ხიბლი აქვს, მარტო საქართველოს არა. აი ფავორიტები რა თქმა უნდა, სახშიც გასვლაზეც კარგად თამაშობენ, მაგრამ ის აუტსაიდერები.
ძალიან რთული დასამორჩილებელი ხდებიან მათ ზერგუცან უფრო ადვილია თამაში ვიდრე სუსთან, იმიტომ რომ სუსთან ვერ გადიხარ იმდენად მობილიზირებული და ერგუნდებთან ყოველთვის რავი კარგად გამოვიყურებით ჩვენ. ნუ ერთი სიტყვით უნდა თქვათ რომ თქვენ დღეს ის ძალა შეგწევთ, რასაც ქვია ლიდერობა სეზონის ბოლომდე. ჩვენ მწვრთნელთან ვისაუბრეთ, გვისმენდით ალბათ და მაინტერესებს თქვენთვის რა არის მწვრთნელის ფაქტორი და რამდენად კმაყოფილნი ხართ თქვენს გუნდში მწვრთნელების გარჩით. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ყავს ლიცენზირებული მწვრთნელები, ჩვენ გვჯერა ბიჭებს გვჯერა მათი ცოდნის და ზოგადად გუნდშიც კარგი სიტუაცია, ანუ მეგობრული სიტუაცია მწვრთნელებს და ფეხბურთელებს შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ და სამწვრთნელო სტაფს არანაირი პრობლემა არ გვაქვს ერთმანეთთან თუ რამე გაგვიჭირდა ვეუბნებით და ამათგან ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობთ ახალს რას მომავალში გამოგვადგება ჩემი აზრით და ეს ყველაფერი დასაფასებელია ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენზე უფროსი ადამიანები, მათ უფრო ბევრი რამე იციან და აქედან გამომდინარე ჩვენ რაც უნდა ნახოთ ეხა იმათ უკვე გავლილი აქვს და აქედან გამომდინარე რჩევებს რო გვაძლევენ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. და მოედანზე გამოვიყუროთ ასე მთავარია. ცოტნე შენ რა სიტყოდი, რამდენად კმაყოფილი ხარ მწვრთნელების მუშაობით? კი, მე კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემ თავში ვხედავ მე განვითარებას, ანუ კიდე მე თვითონაც კი ვცდილობ, მაგრამ ის მწვრთნელსაც ვხედავ, რომ ისიც ცდილობს ჩემ განვითარებას. და ასე ვთქვათ, რავი, მე კმაყოფილი ვარ ჩვენი ტრენერებით, ყოველთვის ჩვენს გვერდში დგანან და ყოველთვის გვეხმარებიან ასე. გასაგები. ყველა სპორტის სახეობაში რამდენიმე ნიუანსი შეიძლება გამოყო, რამდენიმე ასპექტი, რაც წარმატების მიღწევაში სპორტსმენს ეხმარება. ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პირობები. თქვენ რამდენად კმაყოფილნი ხართ გორში დღესდღეობით შექმნილ პირობებიდან გამომდინარე? მოდი ესე ვიტყვი, რომ გორის დილის ხელმძღვანელობა ხო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვიქმნას მაქსიმალური პირობები სავარჯიშოდ, სათამაშოდ, ანუ ცდილობენ ის ადამიანები, რომ ჩვენ ყველა ის პირობა გქონდეს, რომელიც განაპირობებს ჩვენ შედეგს და წარმატებას. ეს დავამატებ, კარგი იქნება თუ ჩვენ ახლა დუბლებში კი პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ერთ შეკრებასაც თუ გავივლით, რავი, ჩემი აზრით, კაი იქნება, უფრო შევთამაშდებით გუნდი და უფრო გავიზრდებით, ესე ვთქვათ. კი, მეც გეთანხმები. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფეხბურთელისთვის შეკრება. ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით, რომ ზუსტად იმ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში 4-ვე სეზონში გუნდი შეკრებას გადის და ეს განაპირობებს მათ პერსპექტივას, მათ წარმატებას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ რაღაც მაქსიმუმს ცდილობენ. კლუბის ხელმძღვანელობაზე მაქვს საუბარი და მე დიდი მედევს ვიტოვებ, რომ ამ გადაცემის ყურების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება ის სურვილი, რომ გორის დილას მატერიალურად, ფინანსურად, ფსიქოლოგიურად გვერდში დაუდგეს და ეს ახალგაზრდა თაობა არ დაიკარგოს და მათ მიეცეთ სათამაშო დრო. ბიჭებო, ძალიან რთული კალენდარი გაქვთ წინ. რა სიტყოდით მომავალ თამაშებზე? პირველ რიგში ქობულეთის შუქურას ვიღებთ სახლში, ჯერ ამ თამაშისთვის ვართ კონცენტრირებული ყველაფერი, მთელი ფიქრები ამ თამაშისკენ ამიმართული, ჯერ ეს თამაში უნდა მოვიგოთ, ჯერ აქ უნდა ავიღოთ სამი ქულა და ამ თამაშს მერტის წყალობით თუ კარგად დავამთავრებთ, შესაბამისად შემდეგ თამაშებზე ფიქრს მაშინ დავიწყოთ. დღესდღეობით ეხლა ჩვენ ფიქრობთ შუქურის თამაშზე და არანაირი სხვა თამაში. გასაგები. ცოტნე შენ რას გვეტყოდ? ეს ანალოგიურს გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით წინ შუქურას თამაში გვაქვს. ჯერ იმაზე ვართ მობილიზირებული და დანარჩენს მე ეტრობიჩ. ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ მოდით ჩვენ ეთერის საშუალებით დავაანონსოთ, რომ ძალიან სანახაობრივი და კარგი შეხვედრა ელის ლოკომოტივთან აქ თქვენს მინდორზე. 22 იმაშია ოქტომბერს, ხო? ნოემბერს. კი, ლოკომოტივის გუნდზე რა სიტყოდით? რამდენად კარგი გუნდია და რამდენად რეალურად არის დღეს ის თქვენი მთავარი კონკურენტი, იმიტომ რომ ერთნაირი ქულები გაქვთ, ხოლო ბურთების შეფარდ, კარგი შეფარდებით ჯაბნით მათ. კი. ლოკომოტივი წელს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში, შესაბამისად ჩვენ არ გქონია მათ სარეზერვო შემადგენლობასთან თამაში, არ გქონია არც ამხანაგური, არც ოფიციალური, შესაბამისად მხოლოდ ანგარიშებიდან გამომდინარე ვარაუდობთ, კარგი გუნდია თუ ცუდი და ასე რომ ეხლა ლოკომოტივმა 6 თორი მოუგო საბურთალოს და ჩვენ თვლით რომ ძალიან ანგარიშგასაწევი გუნდია, ძალიან აი ესეთი
ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი თამაში გამოგვივა. და რა მაინტერესებს მე მაგალითად აი ლოკომოტივის თამაშს რომ დავაკვირდეთ ჩვენ რამდენიმე თამაში ვიდეო საშუალებით ვნახე და ძლიერი თავდასხმა ყავს. ბურთების შეფარდებაზე საისახება ეს ბევრი ბურთი აქვს გატანილი. თქვენთან რა ხდება რომ გადავავლოთ თვალი ბურთების შეფარდებას, მაინც და მაინც თავდასხმაში კარგი შედეგი არ გვაქვს და უფრო დაცვითი თამაშს თამაშობთ. არა, თავდასხმაშიც ესე ვთქვათ, ცუდი შედეგი არ ცუდი შედეგი არ გვაქვს, მაგრამ ნამდვილად ცუდი შედეგი. მაგრამ მეორე ადგილასაც ესეც გამოვიყურებით ჩვენ. თავდასხმაშიც კი ვიტანთ გოლს, მაგრამ უფრო დაცვით. გასაგებია. ნუ ერთი სიტყვით რაღაც პირობებზე საუბრობთ ჩვენ, მაგრამ რეალობა ერთია. დღეს თქვენ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებით და ჩემი აზრით შეგცევთ მაგის უნარი. და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ თქვენ რომ აი ამ შედეგს სატურნირო ცხრილის ბოლო ტურამდე, სატურნირო თამაშების ბოლო ტურამდე მიიყვანთ და გორელ გულშემატკივრას კიდევ ერთხელ გაახარებთ, თან ის უნდა აღინიშნოს რომ ყველა გორელი თამაშობთ გულშემატკივრობაში. სტიმული გვაქვს ჩვენ რომ დილარო პირველზე ჩვენს გავიდეთ პირველზე და ანუ ჩვენ კლუბს რაღაცა მივამატოთ ჩვენი სახელი და ჩვენი ისტორია ჩვენ დავწეროთ. დიახ. და თუ შეგწევთ მაგის უნარი დღეს რომ ბოლო ტურამდე ეს ლიდერობა შეინარჩუნოთ, ნუ რთულია მე გეთანხმები რთულია საუბარი, უბრალოდ მე გუნდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მაინტერესებს ეს ყველაფერი. ჩემი აზრით ადამიანი რასაც მოინდომებს ყველაფერს გააკეთებს და ყველაფერი შეუძლია აქედან გამომდინარე ჩვენ თავში უნდა ვეძიოთ იმის ზალა რომ ჩემპიონები გავხდეთ ჩვენ თავში დაჯერებულები უნდა ვიყოთ და ყველა თამაში უნდა ვითამაშოთ ისე როგორც ფინალი და აქედან გამომდინარე ჩემი აზრით შედეგი გვექნება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გუნდის შედგება 11 კაცისგან და სარეზერვო ფეხბურთელებისგან. რამდენად კარგი ფეხბურთელებით არის დღეს გორის დილას დუბ შემადგენლობა დაკომპლექტებული. ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის ხა დაკომპლექტებული. ყველაფერზე შედეგი მეტყველებს ხა. სულ არაფერი, აგერ პირველზე ვართ და რა ვიცი, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ასევე თქვენ ავსებთ ხშირ შემთხვევაში გორის დილას მთავარ გუნდს. აერთოდ მიახსენეთ ჭაბუკთა ლიგის ასაკობრივი გუნდები. როგორც ვიცით, თქვენ დადიხართ მათ თამაშებზე და ადევნებთ თვალს და რამდენად პერსპექტიული რამდენად იმედის მომცემი ახალგაზრდა თაობა იზრდება, თქვენი აზრით მაინტერესებს და თუ შეავსებენ ისინი თქვენს ბაზას. კი, ჩვენს ახლა დაგვემატნენ რამოდენიმე ფეხბურთელი, 3-4 ფეხბურთელი დაგვემატა და უფრო გაგვაძლიერა ჩვენც რა. რავი, ძალიან კარგი გუნდი ყავს ჩვენ ყოველთვის გამოდივართ ჭაბუკებშიც, კაი გუნდი ყავს და დუბლებშიც კარგი გუნდი ყავს ხომ, ასე თუ ისე კარგად თამაშობთ ხოლმე ორივე გუნდში. რავი, კაი ბიჭები არიან ისინიც. და თავისაც ცდილობენ რომ დაამტკიცონ რომ დუბლებში მოხვდნენ რა. გასაგებია. და თუ აი მე მინდა მაგალითად ეხა შენ ეგ გზა უკვე გამოიარე, რასაც ჭაბუკთა ლიგა ქვია, რასაც ასაკობრივი გუნდები ქვია. მე მაინტერესებს რამდენად ურჩევდი ახალგაზრდა თაობას დღეს გორში დაკავდნენ ფეხბურთით, რამდენად იმედის მომცემი პერსპექტიული სპორტის სახეობაა ფეხბურთი და თქვენზე მცირეწლოვან ბიჭებს თუ ურჩევდით დღეს მოვიდნენ და ფეხბურთში ჩაებან. ფეხბურთი, მოდი ესე ვთქვათ, რომ აი სამუშაო არ არის. ფეხბურთი უნდა გიყვარდეს და აქედან უნდა აი შენი ყოველდღიურად ფეხბურთით უნდა იწყებოდეს, ბურთზე ფიქრით უნდა იწყებოდეს და თუ შენ ფეხბურთი გიყვარს, ხო შესაბამისად და გინდა რომ ითამაშო დიდი ფეხბურთი, ამისთვის ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი ოფლი და ძალიან ბევრი ცრემლი უნდა ვარო გორში, გორელ მოსახლეობას და კერძოდ ახალგაზრდებს ურჩევ რომ დაკავდეთ ფეხბურთს, იმიტომ რომ ეს არის სპორტია, რომელსაც ყველა აფასებს, არ აქვს მნიშვნელობა, არა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას უყვარს ეს სპორტი და მით უმეტეს თუ ფეხბურთელი ხარ, ყველას ეყვარებ. გეთანხმები. თან ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა მთელ მსოფლიოში. ცოტნე შენი აზრი მაინტერესებს, მაგალითად რომ დაგაბრუნოთ უკან. დაკავდებოდი თუ არა კიდევ ამ სპორტის სახეობით? კი, ალბათ დავკავდებოდი, ალბათ. გასაგებია. და თქვენს კალენდარზე ვისაუბრეთ, მაგრამ მოვშორდეთ დუბლ შემადგენლობის ჩემპიონატს. მე მაინტერესებს დათო პერსპექტიული იმედის მომცემი ადამიანი ხარ და მე მართლა გულით მჯერა რომ შენ დადგება ის დღე, როდესაც გორის დილას მთავარი გოლკიპერი გახდები და გორის დილას კარს მშრალად შეინახავ ბევრ თამაში. მაინტერესებს შენი სამომავლო გეგმები რას უკავშირდება, რამდენად აპირებთ გორის დილაში დარჩენას და რამდენად გინდა ზოგადად სხვაგან კარიერის გაგრძელება. არა, ჯერ მე
არასაწესლოს არ ვაპირებ, ჯერმე აქ მოყოლაფერი და სამტკიცებელი აქედან დაიწყო ჩემი ბავშვობიდან აქედან დავიწყე თამაში და აქ იწყება ჩემი კარიერა, მე ჯერ 19 წელს ვარ ყველაფერი წინ მოხს, მაგრამ გორიზდილიდან წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არიან იქ გორიზდილაში ფეხბურთელები არიან, რომლებისგანაც მე ძალიან ბევრი რამე ვსწავლო და აქედან გამომდინარე მირჩევნია უხურო ამ ყველაფერს, ამ ფეხბურთელებს უხურო და ვისწავლო მათგან ვიდრე სხვაგან წავიდა და ასე ვთქვათ ჩავიკარგო. მირჩევნია აქ ვივარჯიშო ბევრი, მოვიდომო და სასურველ შედეგს მივაღწიო და შემდეგ უკვე მომზადებული და კარგ ფორმაში ვმყოფი სანამ კარგ კლუბში წავიდე. ცოდნა შენ რას მე დავეთანხმები რომ ჯერ ჩვენ აქ გვაქვს რამ დასამტკიცებელი. რავი, შემდეგ გამოჩნდება ალბათ თუ ჩვენ მოვიდომებთ და ჩვენ ჩავდებთ ჩვენ ძალებს და შრომას ერთი დაგვიფასებთ ჩვენ ამას და მოხდებით უფრო კარგ კლუბში ვიდრე გორიზდილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გაგიხადოთ. ვთვლი რომ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. იმედის მომცემი ადამიანები ხართ, მე მთელი გულით წარმატებას გისურვებთ. იმის იმედიც მაქვს მე რომ დღეს გორიზდილა ის ფინანსურ კრიზისს დააღწევს და თქვენ რეალური საშუალება გექნებათ მათ რიგებში იასპარეზოთ. ეს გახდათ ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენი მორიგი გადაცემა. ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ვსანდებოდეთ. ნახვამდის.